მაღალმა ალლაჰმა თქვა: ალლაჰ სურს თქვენთვის სიოლე და არ სურს თქვენთვის სირთულე. ალლაჰმა ასწია გართულება თავისი მონებიდან და შეუმსუბუქა მათ უამრავი განჩინება იმ გარემოებათა და საბაბთა გამო, რაც მათ ექმნებათ. მათ შორის ერთ-ერთი არის მარხვა. მან ასწია გართულება იმისაგან, ვინც დავიწყებით შეჭამს დღისით რამადანში. შუამავალმა ალეიჰის-სალათუ ვასსალამ თქვა: მარხული როცა დავიწყებით შეჭამს, ბოლომდე მიიყვანოს მისი მარხვა, რადგან ალლაჰმა აჭამა და დაალევინა მას. ვისაც არ შეუძლია მარხვა ავადმყოფობის გამო, რისგანაც გამოჯამრთელება არ მოიიმედება, ან რთულია მისთვის მარხვა სიბერის და სხვა რამის გამო, არ იმარხულებს და მარხვის ნაცვლად ყოველი უმარხავი დღის მიხედვით ერთ ღარიბს დააბურებს. დაავალდებულა პირის გახსნილება მენსტრუაციულს და მშობიარეს. თუ ორ სულს ან მეძუძურს ეშინია მარხვისა საკუთარ თავზე ან ჩვილზე, დაშვებულია მისთვის პირის გახსნილება მისი და მისი ჩვილის საკეთილდღეოდ. იგივე ეხება მგზავრს, რომელიც მოგზაურობს იმ მანძილზე, რომლის დროსაც შემოკლებით ლოცულობს. მისთვის დაშვებულია პირის გახსნილება. ყველა მათგანი ვალდებულია აანაზღაუროს გამოტოვებული დღეები რამადანის შემდეგ. მაღალმა ალლაჰმა თქვა: და ვინც იყოს თქვენგან ავად ან მგზავრობაში, იმარხულოს იმდენივე დღეს სხვა დღეებში. თუ ადამიანს მოულოდნელი ავადმყოფობა შეემთხვა, რისგანაც გამოჯამრთელება მოიიმედება, მას აქვს სამი გარემოება. თუ არ ურთულდება მარხვა და არ ვნებს, მაშინ ევალება მას მარხვა. თუ ურთულდება მარხვა, მაგრამ არ ვნებს მას, მოუწონორია მისთვის მარხვა და გაიხსნილებს პირს მაღალი ალლაჰის ნებართვით. თუ მარხვა ვნებს, მაშინ ეკრძალება მას მარხვა. მაღალმა ალლაჰმა თქვა: და არ მოიკლათ საკუთარი თავი, ჭეშმარიტად ალლაჰია თქვენი მწყალობელი.